სახელითა მამისაითა, დათისაითა და წმინდისა სულისაითა. ამ ოთხშაბათს დღეს დაემთხვა ღვთისმშობლის ერთ-ერთი სასწაულთ მოქმედი ათონური ხატის დღესასწაული ღირსარსისა, რის გამოც რიგითობით თუმცა სხვა ხატთან გვეკუთვნოდა დაუჯდომლის აღვლენა, მაგრამ ის აღვავლინეთ სწორედ ამ სადღესასწაულო ხატის წინაშე. 2-20 სიტყვით ამ ხატის ისტორიაზე. ჯერ კიდევ 350 წელს ქრისტიანთა პირველმა მეფემ კონსტანტინე დიდმა ათონის მთაზე და როგორც ჩანს უკვე ცნობილი იყო, რომ ათონი არის ღვთისმშობლის წილხვედრის შემდგომად ივერიისა, აღაგო სავანე კარიესად წოდებული, რომელიც დღესდღეობით არის ათონის მთის ადმინისტრაციული ცენტრიც იმავ დროს, ანუ 20-ვე მონასტრის წინამძღოლი შეადგენს ათონის საბჭოს და სადაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ თუ სარწმუნოებასთან თუ ათონის სავანეებთან დაკავშირებით. ქონდა სიხარული, როდესაც მოსალოცად ვიყავი 2003 წელს ათონის მთაზე, მათ შორის მომელოცა კარიასის სავანეც. იმ ხანად მთავარ ტაძარში ტარდებოდა რესტავრაცია, რის გამოც ღირსარს ჭეშმარიტას ხატი გამოსვენებული იყო გარეთ პატარა ნიში საგანგებოდ იყო მისთვის აგებული და დროებით იყო დასვენებული. პარაკლისი გადავიხადეთ, ვილოცეთ, შევავედრეთ ჩვენი საქართველოს, ერი ქართველთან და საკუთარი თავის, რა თქმა უნდა. მას ჟამსაშინა, ეს იყო გვიანდელ ადრეულ შუა საუკუნეებში, კარიასის სავანის მახლობლად ერთ-ერთ უდაბნოში, პატარა კელიაში სულიერი მამაშვილი მოღვაწეობდა. და ისინი იშვიათად ტოვებდნენ თავიანთ კელიას, ესე იგი განდეგილები იყვნენ. იშვიათად თუ ტოვებდნენ აუცილებელი საჭიროების გამო თავიანთ კელიას. ერთხელაც იყურა დიდი დღესასწაული, სულიერმა მამამ გადაწყვიტა, რომ ღამისთებიან ლოცვაზე წასულიყო, რიგი დარიგებები მისცა თავის სულიერ შვილს, რომელიც ახალგაზრდა იყო ასაკით და თავად, ესე იგი, წავიდა ტაძარში წირვალზე დასასრებად. შუაღამისას, როცა ახლოვდებოდა შუაღამიანის ლოცვები და თქვენ იცით, რომ ადრე ბერმონასტერს 24 ჟამნად ჰქონდა დაყოფილი დღე-ღამე. თითოეულ ჟამზე განსაკუთრებული ლოცვა ითხოვდა, ასევე როგორც ჩართული იყო მათში შუაღამიანი ლოცვები, სერობისა, სამხრისა და ესე შემდეგ. მოკლედ მოაწია შუაღამიანის ლოცვება და აი მოულოდნენ კარზე რაკუნი გაისმა. წესი იყო ბერმონოსნებისა, როდესაც სტუმრად ვინმე მოდიოდა სხვის უდაბნოში თუ სენაკში, ლოცვა უნდა წარმოეთქვა ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა. და ბერმაც უპასუხა, როცა დაასრულა მომხდორმა ლოცვა, ამენ ჭეშმარიტად, რის შემდეგაც გაუღებდნენ კარებს და მიიღებდნენ სტუმარს. არც თუ იშვიათად ხდებოდა, რომ ბოროტის სულები მონაზმის გამოსახულებასაც იღებდნენ და ამგვარად ცდილობდნენ კელიებში შეეხწინათ და ესტუნებინათ ბერმონაზმები. მათის მაგალითები უამრავია პატერიკული მოთხრობებიდან. მოკლედ ლოცვა ყვეს, კარი გაუღო და ერთი წარმოსატიკი მონაზონი შემოვიდა სენაკში, კელიაში. როგორც გითხარით, უკვე შუაღამიანის ლოცვები იყო მოწეული და მას პინძელმა მორიდებით შეახსენა, აც უკვე შუაღამიანის ლოცვები უნდა წარმოთქვა და თუ დადგებიო ჩემთან ერთად ლოცვაზე. რა თქმა უნდა, უპასუხა ბერმა. ამ ლოცვებში მას პინძელმა ბერმა წარმოთქვა ლოცვა უპატიოსნესა ქერაბინთასა და არმადებით უზესა ესა სერაბინთასა. განოხრწნელა მშობელსა სიტყვისა ღვთისასა მხოლოდ ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდე. ეს ლოცვა დაიწერა წმინდა იოანე დამასკელის ზუნტისა და სულიერი ძმის კოზმა მაიუმელის მიერ. წმინდანია იგი. მას ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი ჰიმნოგრაფიისა და ღვთისმეტყველების, ის როგორც მის სულიერ ძმას იოანე დამასკელს, ერთმას და მეორემას ეს ნიჭი მიიღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამისაგან. და როდესაც დაასრულა ეს საგალობელი მასპინძელმა, მომხდორმა უთხრა, ხოლო ჩვენ სავანეში ამას სიმუძღვის შემდეგი ლოცვა უპატიოსნეს. სხვა შორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ერთ-ერთ წმინდა მამასთან გამოცხადებაში ამოწმებს, რომ ისე არასდროს არა ვარ მორწმუნეებთან ახლოს, ვიდრე მაშინ, როდესაც მიგალობენ უპატიოსნესა. ესე იგი ერთ-ერთი უამაღლებულესი საგალობელი არის. და ამითაც დასტურდება, რომ ის არის ღვთიური წარმომავლობის კერძო ღვთისმშობელ მარიამისაგან იღებს სათავეს და
კოზმა მაიუმელი მხოლოდ გამტარია სულიწმინდისა. საერთოდ მღვდელი სიტყვა ქართულად ამას ნიშნავს ცეცხლის მატარებელ ჭურჭელს გამტარს, სულიწმინდის მადლის გამტარებელს. მოკლედ, იგალობა შემდეგი საგალობელი სტუმარმა. ღირსარს ჭეშმარიტად რაითა გადიდებდეთ ჩვენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელი იქნებ, ყოვლად უბიცოდა დედად ღვთისა ჩვენისა. და ამას მერე მიამატა ის, რაც იგალობა მასპინძელმა უპატიოსნესა. იმდენად მოეწონა და ისე დადგმა მასპინძელი ბერი ამ საგალობლით, რომ გულითადა და თამდაგობით შესთხოვა, რომ დაეწერა ეს საგალობელი, რომ არ დავიწყებოდა მას. და რამდენადაც მელანი და ეტრატი არ აღმოაჩნდა კელიაში, ამიტომ მოითხოვა ქვა ერთ-ერთი მომხდურმა, მის ხელში ცვილივით შეიქმნა ეს ქვა და თითით გამოწერა ღირსად ჭეშმარიტად. თითი იძირებოდა ქვაში, იმდენად რბილი შეიქმნა. ამის შემდგომ, ესე იგი, თავდავიწყებაში მყოფი მასპინძელი ბერი ფიქრობს რაღაც კითხოს კიდევ იმ ბერს, მაგრამ ეს ბერი უჩინო შეიქმნა. ბოლოში ბერმა დააწერა გაბრიელა. ესე იგი, ეს ლოცვა სეციდან დედამიწაზე მოიტანა მთავარანგელოსმა გაბრიელმა, რომელიც ღვთისმშობელ მარიამის ფარველია შობიდგან და შობადამდე თუ გნებავთ. და არის ეციური წარმომავლობის. კერძოდ ანგელოზები, როგორც გაბრიელ მთავარანგელოსმა უთხრა მასპინძელს, ცათაშინა ამგვარათაც უგალო ღვთისმშობელ მარიამს. როდესაც სულიერი მამა დაბრუნდა ღამისთევის შემდეგ კელიაში და მოუთხო სულიერმა შვილმა თუ რა განიცადა და რა იხილა და დასტურამ გამოცხადების აჩვენა ქვა, რომლის სიღრმეშიც ამოკვეთილი იყო ამოტვიფრული საგალობელი ღირსარს ჭეშმარიტად, იმავ დღეს სასწრაფოდ ყველა სავანის წინამძღვრის წინაშე დაამოწმეს ეს გამოცხადება, წარუდგინეს ეს ქვა, მათაც თავის მხრივ შეუთვალეს ქრისტიანეთა მეფეს და კონსტანტინოპოლის ეგუმენურ პატრიარქს ამ სასწაულის შესახებ და გაუგზავნეს ეს ქვა. ეს ქვა მოგვიანებით დაბრუნდა ისე ათონის თაზე, მაგრამ მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც უკვე ბევრი შემოსევები იყო აგარიანთაგან, სელჯუკთაგან და ესე შემდეგ, ეს ქვა ძვირფასი კვლავ გაგზავნილი იქნა კონსტანტინოპოლში, რათა დაცულყოფილიყო მტარვალთა ხელიდან. ამის შემდგომ პატრიარქის და მეფის გადაწყვეტილებით, რომელიც ეკლესიის გარე ეპისკოპოსია, ეს საგალობელი ღირსად შეტანილი იქნა საგალობელთა შორის და დღეინდელად დღემდე იგალობება, აი როგორც დღეს ჩემო ღირსის ბაგიდან ეგალობა ღვთისმშობელ მარიამს. და თუ გულითადად ლოცულობს ადამიანი და გულითადად ევედრება ღვთისმშობელ მარიამს, ამ საგალობელით კერძოდ ყველაზე ახლოს ღვთისმშობელი მაშინ არის ის ქრისტიანთა ნათესავთან. აი ესეთია მოკლედ რომ გითხრათ ისტორია ამ ხალხისა, წარმომავლობა, რომელიც დღეინდელად დღემდე უკვე საუკუნეებია, თითქმის 17 საუკუნე ათონის მთაზეა დაბრძანებული. მერმე და მერმე ღვთის ლოცვა კურთხევით და ღვთისმშობელ მარიამის შუამდგომლობით ათონზე გამრავლდა ბერმონაზღული 8 წლით წმინდა გადმოცემით ერთ-ერთი პირველ მოსახლეები ათონის მთაზე იყვნენ იბერიელი, ანუ ქართველი მონაზვნები. და ამაში არაფერი არაბუნებრივი არ არის, იმიტომ რომ თავად საქართველო იბერია არის ღვთისმშობლის წილხვედრი და ბუნებრივია რამდენადაც იბერიასთან ერთად ათონიც იყო წილხვედრი, რომ ქართველი ბერები წასული იყვნენ სამოღვაწეოდ და ეს გრძელდებოდა საუკუნეთა განმავლობაში, ვიდრე საბოლოოდ ბერძნებმა სრულიად მედიდურად, ზვაობრობით და უჟულოდ და უკანონოდ ფეხი არ ამოუკვეთეს ქართველებს. აი ჩვენი პატრიარქი რომ ბრძანდებოდა, აც განსვენებული ელია მეორე ათონზე, ეს მისი პირველი და უკანასკნელი მოგზაურობა, პილიგრიმობა აღმოჩნდა, როცა ივირონში სადღესასწავლო წირვა ჩაატარეს, რაც სურვილი იყო ჩვენი პატრიარქის და შემდეგ ტრაპეზზე დაბრძანდნენ და აი პატრიარქი იყო ძალიან ტაქტიანი ადამიანი, წინდახედული და ბრძენი და ბერძნებს უთხრა, როცა ლოცავდა მათ იბერიელ ბერძნებს, როდესაც ლოცავდა რომ კარგი იქნებოდა თუ შესაძლებელია და ამას პატრიარქი ამას როგორი მორიდებით წარმოიდგინეთ და წვირიანი ბერების წინაშე თუ შესაძლებელია 2-3 ქართველი ბერის რომ იყვნენ იბერიელი დაშვებული. აქამდე თუ უღიმოდნენ პატრიარქს და რაც აღმოჩნდა ფლიდიღიმილი, ახლა ისინი მოიღრუბლენ და კუშტად უარი უთხრეს. არა, ეგ შეუძლებელია.
პატრიარქს დავაკამათი არ დაუწყე, არც ისტორიული საკუთები მოუგონებია, რომ ეს ივერელთა აშენებულია მათი სავანი იყო საუკუნეების განმავლობაში, როგორ გამოაძიეს, როცა დაკნინდა და დასუსტა საქართველო მასმერე ბერძნებმა. არამედ ეს უთხრა, თუმცა რა, ესე იგი შეხედა ამ საწოდავებს ღიმილით დაზინა, თუმცა რა, წინასწარმეტყველებათა მიხედვით ივერიის ღვთისმშობელი უკანასკნელ შამს ივერიაში დაივანებს. მაშინ ჩვენ მოგიწვევთ თქვენ აღარ დაზინა მწარე სიმართლე ბერძნებისთვის, რომ როდესაც ეს მოხდება, ათონი უბრალოდ აღარ იარსებებს. ამიტომაც არის ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში 20-ვე სავანიდან წინამძღვრები აგზავნიან მორჩილს ივერთა მონასტერში, რათა შეამოწმონ ადგილზე არის თუ არა ღვთისმშობელი მარიამი. როცა ღვთისმშობელი მარიამი დაიძვრის ამ ადგილიდან, მაშინ იცოდეთ, რომ ღვთისმშობლის გამოცხადებითა და წინასწარმეტყველებათა მიხედვით დატოვებს რა ივერიის ღვთისმშობელი ათონის ნახევარკუნძულს, დამანგრეველი ზათქით ხმელთაშუა ზღვის ტალდებში ჩაიძირება ათონის ნახევარკუნძული. არის ასეთი ვარაუდი ზოგიერთი წმინდა მამის, შესაძლოა მანამდე კათოლიკებმა და მუსლიმებმა დაარბიონ 20-ვე სავანე და ამის შემდეგ დატოვოს ღვთისმშობელმა და დამანგრეველი მიწისძვრები ჩაიძიროს ხმელთაშუა ზღვაში. ეს არის ჭეშმარიტება. ეს ასეც მოხდება. ჩვენი ქალბატონო, დოინჯით რომ გეხარეს ფიზკულტურის გაკვეთილი კი არ არის. ერთხელ მოგეცი თვალებით შენიშნა დაუშვე, ესე იგი თუ ცუდად ხარ შვილო, სული გეხუთება, მე შენზე ავალ მყოფი ვარ და მხნედ დგევა როგორც ხედავ. დაბრძანდი, ან აი კარებთან მიბრძანდი. არა, მიბრძანდი შვილო. არა კი არა, ეგ ურჩობაა. გადადი კარებთან და დადექი. მორჩილება, პოეზია კი არა, მორჩილება უპირველეს ყოვლისა. შენ მდგომარეობაში შევედი, რა კი გული გიწუხ ხაერობით და დაგაყენე კარტას, სხვა რა გავაკეთო. უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველი მოთმინება ქრისტეს სიყვარულისთვის გაჭირვება, იწრუება, ლოცვიშავს, მათ შორის იწერება ჩვენი ცხოვრების წიგნში და ამოკითხული იქნება ქრისტე იესოს მიერ. აი ეს მაძლებინებს მაგალითად მე. ადამიანური ნება რო იყოს ჩემი ამაო ბუნებისა, მოსვენება მინდა, შვება მინდა, თან დიაბეტი მაქვს, 10-15 წუთით რომ წამოვწვე ენერგიების მოძალებას გრძნობა. მაგრამ ვინც ეცდება რომ სული თვისი იზღვიოს, ის მას არ იწმინდავს და ვინც ქრისტესთვის არ იწმინდავს, ანუ მოითმეს ამ იწრუებებს, ავადმყოფობას, დევნას, ურაცხყოფას, უსამართლობას, უშულოებას, უსიყვარულობას, ის მოიპოვებს თავის სულს. მოთმინებითა შენითა მოიპოვებ, ესე იგი, სული შენი. როგორც უფალი ბრძანებს და როგორც ღვთივდიდებული პავლე ამბობს, მრავალი ჭირით შევალ სათა სასუფეველში. ეს უთი სოფელი არ არის სამოთხი, განსხრომის და ნეტარების ადგილი. ეს არის ადგილი ჩვენი გამოძევებისა, სამოთხიდან, ჩვენი პირველი და ერთადერთი სამშობლოდან, ჩვენი თვითურჩულობის გამო. და აი ამ წირობის უთი სოფელში ღელესა ამას გლოვისასა, როგორც ესე იგი ჰიმნოგრაფი მამები უწოდებენ ამ უთი სოფელს, მრავალი ჭირი გმართებს გადავიტანოთ. რადგან თავადი ამ სოფლის ეშმაკია, ის ცდილობს თავისი კანონებით სიბოროტისა გაატაროს დედამიწაზე. ქრისტე კი ცდილობს ჩვენს გულებში შემოაქციოს აგირახე, რასაც უდავად ამბობს, მებრე ყოველი ადამიანის გულის კარზე შემოვიდეს და გახსმიდოს, მოგვიტანოს ქრისტეს მიერი მშვიდობა, რომელიც უძლეველია ამ სოფლიური შფოთისა და ამაოებისაგან, ომებისა და კონფლიქტებისაგან. და თუ გამიღებენ გულის კარებს, ამბობს ქრისტე მაცხვარი, მამა ღმერთთან და ძე ღმერთთან და სულიწმინდა ღმერთთან ერთად შევალ ამ ადამიანის გულში და ყოფ მას სავანე ყოვლადწმინდა სამებისა. აირისთვისა ვარ ძმან უნდა დანო მოწოდებული. შევიქმნეთ სადგური, სავანე, სასუფეველი ყოვლადწმინდა სამება ღმერთისთვის და სასუფეველი ამბობს მაცხვარი უკვე დედამიწაზე იწყება. სადაც 2 და 3 ჩემი სახელით შეიკრიბება, მე შორის მაცა ვარ. ჩვენ შორის ეხლა არის ქრისტე, ჩვენ შორის არის მისი ყოვლადწმინდა დედა, რომელიც თბილი ღიმილით დაგვნათის და დაყურებს ჩვენ. ნეტავ გაგიღოთ ერთხელ მაინც გონების თვალი და დაგანახოთ ეს ნაპერწკალი დიდებისა.
მაგრამ სიკადული აღარ გვექნება ჩვენ. ვირწმუნეთ იმიტომ რომ ვიხილეთ და იმიტომ მსახურებდით. მაგრამ რა უთხრათ თუმას რომელმაც მოითხოვა საკუთარი თვალით ეხილა და ხელით შეხებოდა ნალურს ფერს და ნაგმირებს გვერდში. შენ მიხილე თომა და გრწამს ნეტარ არიან რომელთა არა უხილავ და წმენეს. აი ვის ეკუთვნის პირველ ყოვლისა ნეტარება. თუმცა ისიც ხონდება თუ იხილავს და წმინდად იცხოვრებს იმას იქით. მაგრამ ისეთი სიკადული და ნეტარება არ ექნება როგორც მას ვისაც არ უხილავს და წამს. წუთი სოფლის შფოთი ყველაფერს აკეთებს რომ გონებიდან, სულიდან და არსებიდან თუ გვაქვს აღბეჭდილი არსებაში, ზოგს უბრალოდ გონებაშია, კან წიგნიდან აქ ამოკითხვა, ან გაგონილია. მის გულში ჯერ უფალს ღვთის სიტყვას არ შეუღწევია და ესე იგი თუ გვაქვს არსებაში აღბეჭდილი თავადი ამ სოფლის ცდილობს რომ ამოგვიშალოს გულიდან და თუ ამოგვიშალა ქრისტე, მაშინ ის შევა ადამიანში და გაიმარჯვებს. ამ ეკლესიას საყვარელო ეწოდება მებრძოლი ეკლესია. ვისთანაა ბრძოლა, რასთანაა ბრძოლა? ღვთისმდიდრული პავლე პასუხობს. ესე გამალებით გვესვრის სატანა და მისი ანგელოზები ისრებს სხვადასხვა ბოროტი გულის სიტყვებისა და ვნებებისა. ანუ ჩვენ ბრძოლა გვაქვს ცის ქვეშეთის დაცებულ ბნელ ძალებთან და ყველა იმ ბოროტ გულის სიტყვებთან, რითაც ის ყოდავს ჩვენს გულს. აი ჩვენ გვინახავს შეპყრობილი სიძვის ეშმაკით, რომელიც უსირცვილობამდეა მისული. ხალხის შეხედულება აღარაფერია. ის ყდირის რომ მას უნდა სიძვა, ასეთებიც მინახია. ვიღაცა შეპყრობილია განდიდების მანიით, ვინ ვერცხლის მოყარეობით და მზად არის გაყიდოს სინდისიც, ნამუსიც, ადამიანობაც, სამშობლოც, სარწმუნოებაც. და რამდენის გნებავს იმდენია დღეს საქართველოში. ჩვენი წინაპრების სისხლით, ოფლითა და ლოცვით და ბრძოლით მოტანილ მიწას ყიდიან, ანიავებენ აფროაზიულ მოდმაზე პირველ ყოვლისა და არა მარტო მათზე, რა თქმა უნდა, პირადი დროებითი წარმავალი კომფორტისათვის, კეთილდღეობისათვის. ორი უფლის მონება მამონასი და ქრისტესი ამბობს უფალი არ იქნება, ან ერთს მეტად შეიყვარა, მეორეს ამ პირიქით. ისე რომ თავს აღარ შეგაწყეთ, ვინც არ ებრძვის ამ დედა ეკლესიასთან ერთად, ამ მებრძოლ ეკლესიასთან ერთად, ის არ იმარჯვებს და ვინც არ იმარჯვებს, მას უფალი რა თქმა უნდა არ აჯილდოებს. ასეთებს გვეტყვის წარვედით შემგან მართლუკუნ. არა მართლუკუნ ძველ ქართულად ნიშნავს საუკუნოდ უკუნისამდე. წავედით შემგან მართლუკუნ არა გიცი თქვენ. განაშენი სახელით არ ვქადაგებდი? განაშენი სახელით არ ვნახულობდი, ესე იგი ავადმყოფებს და სხვა. მაგრამ უფალი, რომელსაც გულში აღბეჭდილი არ ექნება ღვთის სიყვარული და ამ უხილავ რწმენას მადლის მიერს არ დაამოწმებს საქმით, კეთილი საქმებით, მას უფალი უბრალოდ ვერ იცნობს სამშაბლოზე. რადგან მას სანადიმო სამოფსელი, ანუ სიწმინდე, რომელიც მოთმინებითა და ტკივილებით შეიძინა დედამიწაზე, არ ექნება უბრალოდ. კაცო, ვით არ შეგოხეთ ნადიმ სამას ეტყვის სასუფეველზე, არამედ თუ სანადიმო სამოცელი არ აღმოსიეს. ჩვენ სამწუხაროდ ბევრი ჩვენთაგანი საერთოდ კაცთან მოდგმა დღეს განსაკუთრებით აპოსტაციის ამ ეპოქაში ღვთისაგან განდგომისა და ესე იგი მამონას თაყვანისცემისა და მრავალი ნიშანი მინდა, მაგრამ რა გინდა ჩამოგითვალოთ თქვენ თვითონ ისეთ რაც ხდება, რა იფრქვევა დედამიწაზე. ძალიან ცოტა მამაც შორის თუ იცის რომ არსებობს სრულიად სხვაგვარი, არა გარეგანი, ხორციელი, ვნებებით აღსებული და მიმოტაცებებით ცხოვრება, არამედ შინაგანი ცხოვრება ქრისტე იესოს წინაშე, რომელზეც უფალი ამბობს მე შენში და შენ ჩემში. აი რას უნდა ვივახციოთ ჩვენ. დღეს სწორედ შინაგან სულიერ ცხოვრებაზე მოგესაუბროთ, რომელიც არის სინამდვილეში ერთადერთი ჭეშმარიტი ქრისტეს მიერი მშვიდობა და ერთადერთი დაცვა წუთი სოფლის თავადისაგან და ყოველივე იმისაგან, რასაც იღებს დედამიწაზე დღეს სატანა. რამოდენიმე ხნის წინ მაჩვენეს, რამოდენიმე კარგი წიგნი ღვთისმსულიერი, მათ შორის ერთი აღმოჩნდა კრებული წმინდა მამათა ზიარების შესახებ, რომ მსჯელობენ და მათი თარგმნა დავიწყეთ დაახლოებით 5-6 მათგანი უკვე ამ ქადაგებისა თარგმნენ. აი გუშინ დავიწყეთ თარგმნა სხვა წიგნისა
მაქვს ჩვეულება რომ პარალელურად თარგმნა და ამავე დროს დავამთავრე გუშინ თარგმნა ერთ-ერთი დაუჯდომელისა ეკონომისა, რომელიც გასულ ოთხშაბათს შეგვირდით რომ თარგმნიდი, დავიწყე სხვა, კერძოდ თაფოხილი ესეთი ღვთისმშობლის არის დაუჯდომელი და პარალელურად დავიწყე ღირსი ეფრემ არიზონელის სადღიბრო ჩანაწერების თარგმნა. ეს ერთგვარი გემოთმოყვარებაა ჩემთვის. მაქვს ჩვეულება სიმფონიურად ვიკითხო სხვადასხვა თხზულებები, ან ვთარგმნო პარალელურად, რაც მე სულიერად მამხიარულებს და მამხნევებს. ჩემი თვალი და გული მიიზიდა ღირსი ეფრემ არიზონელის სადღიბრო ჩანაწერება. მოკლე ჩანაწერებია, მან ეს ჩანაწერები გააკეთა გასული საუკუნის 70 წლების მიწურულს, მცირე ხნით იწერდა თავის სულიერ განცდებს, რომელსაც ჰქონდა გამოცხადებები ლოცვის ჟამს ღვთისა. და არა მარტო გამოცხადებები, არამედ ღმერთის სხვა ფრაჩვენება, როგორც თვითონ ამბობს, ანუ შეგრძნება ღმერთის მუნიქ მყოფობისა. აი, რამოდენიმე 4 წერილი ვთარგმნე მოვასწარი, დაუჯდომელსაც ვთარგმნიდი და მინდა ამოგიკითხოთ და დავფიქრდეთ იმაზე, რომ სულ რომ მიშტერებული ვართ ამ გარეგან ცხოვრებას, რა ვჭამოთ, რა ჩავისვათ და ასე შემდეგ, მიწიერს ვეძებთ ხოლოდ და ნებების დაცხრომას, თვით მარხვაშიც კი გემოთმოყარებით, ნაკროვანებით, სანახაობებით და ასე შემდეგ და რაღა მარხვა ეს მარხვა კაცმარობს თქვას. აი მე მინდა დაგანახოთ ამ ღირს მამასთან ერთად, რომ არსებობს სხვაგვარი შინაგანი გულის ცხოვრება, რაც არის სინამდვილეში ნამდვილი ცხოვრება. ეს ერთადერთი. ამიტომ არის უფალი რომ რეგს გულის კარზე, არა ხელზე, არა მუხლის თავზე, არამედ გულის კარზე. გული არა მარტო ბიოლოგიური ორგანოა, ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ტუმბო არის ადამიანის ორგანიზმის სისხლისა, არამედ აქ მიდის ბრძოლა სინათლესა და სიმნელეს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ადამიანის ღირსება იმაში მდგომარეობს და კეთილგონიერება, რადგან გონებაც მისცა ღმერთმა, რომ მან გააკეთოს სანუკვარი არჩევანი. სინათლის სახელით და სიკეთის სახელით. ეს არის ერთადერთი ღირსება ადამიანის. ამით განვიშებით, ამით განვიკითხებით პირველ ყოვლისა. დანარჩენი ყველაფერი ჩვენი გადაწყვეტილებისაებრ ხდება ჩვენს პირად ცხოვრებაში. ორიოდე სიტყვით ამ მამაზე, ეს იყო ცნობილი, გასული საუკუნის ცნობილი ისიხასტი მამის იოსებ ისიხასტის მოწაფე, ერთ-ერთი მოწაფეთაგანი. მისი აზრდილია ქრისტეს მიერ. ძალიან ცუდად დამკვიდრდა ქართულში რუსული კალკი ქრისტეში აზრდილი. ეს არის სისულელე. ესეთი რამ გაგება არ არსებობს ქართულში. ქრისტეს მიერ. ესე იგი ქრისტეს მიერ რას ნიშნავს, რომ ქრისტეს მადლითა და მისი შეწევნით. და ქრისტეში ერთგვარი მკრეხელობაც კი არის. ვა ქრისტე პირდაპირ თარგმნა როგორც ქრისტეში უნდა იყოს ქრისტეს მიერ. მოკლედ ქრისტეს მიერ იოსებ ისიხასტმა აღზარდა ეს ღირსი მამა. და მერმე ეს უკვე გასული საუკუნის 70 წლების დასაწყისში იგი კიოტმა ათონის მთისა საბჭომ დანიშნა ფილოთეოსის მონასტრის წინამძღვრად. როდესაც ის ამ მონასავანეში მივიდა, სავანე პრაქტიკულად იყო დაქცეული, დარღვეული, მთავარი ტაძარის და სენაკების. ღვთის მადლით თანაშეწევნით მან აღადგინა ეს მონასტერი, გაიზარდა სულიერათაც ამახლდა და გაიზარდა სივრცითაც. 75 ბერმონასონი მივიდა იქ მოღვაწეობისათვის. მაგრამ ღვთის განგებულებით, შეგახსენებთ, განგებულება ნიშნავს ღვთის მზრუნველობას ადამიანის საცხოვნებლად, ღვთის განგებულებით მას მოუხდა წასვლა ჩრდილოეთ ამერიკაში. ძიმედ იყო დაავადებული და კანადაში გაუკეთა საკმაოდ სერიოზული ოპერაცია. ერთხანს ის იძულებული იყო მკურნალობის გამოისობით დარჩენილი იყო ჩრდილო ამერიკაში. მაგრამ რა ნახა, რომ ბერძნული დიასპორა, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო სულიერად დაკნინებული და იმდენად გაველურებული იყვნენ სულიერად, ეგრეთ წოდებული იქაური ეკლესიური ბერძენი მორწმუნეები, რომ სასიკვდინე ცოდვებითაც კი იღებდნენ წმინდა ზიარებას, რამაც აღაშფოთა და გააუღნა ღირსი ეფრემი. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქრისტეს მარცვალი ღვთის სიტყვა გაეღვივებინა მათში. და ამავ დროს დაიწყო მონასტრის შენება. ღვთის წყალობით, ამ ბერძენ მორწმუნეთა შემწეობით მონასტერი აგებული იყო. ისე რომ დრო და დრო იგი ხან ათონის მთაზე ფილოთეოსის სავანეში ბრუნდებოდა, ხან დრო და დრო გადადიოდა ჩრდილო ამერიკაში და ასე და ამგვარად 18 მონასტერი დააარსა და აღაურძინა მან.
მაგრამ შული ხდომა ყოველთვის იყო და იქნება დედამიწაზე ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე. და აი მას წაეკიდა საძმო, განკითხვა დაუწყეს. აქაც ერთ-ერთ პირველ წერილში წერს, როგორ თანგავენ სულიერად ეს სულიერი ძმები და ბოლოს უთხრეს, ანაკ დარჩი, ანიკ წადი. იმას კი არ ფიქრობდნენ, რომ იღუპებოდა იქ ბერძნული დიასპორა, 18 მონასტერი დაუარსა, სულიერად აღაორძინა, წირვალოცვა დაუყენა და სულიერად მოაწესრია. ამაზე არ ფიქრობდნენ. და ბოლოს ღმერთს მინდობილმა დატოვა ათონი და გადავიდა ჩრდილო ამერიკაში. აი ახლა ჩვენთან ერთად არის ერთ-ერთი მორწმუნე, რომელიც იღებს ამ ქადაგებას, გიორგი კანდელაკი, რომელიც ექიმად მუშაობდა და პირადად გაიცნო დღესდილას რომ შევხვდი მახსოვდა რომ იცნობდა ორიოდე კითხვა დაუსვი ამ ღირს მამასთან დაკავშირებით და მოკლედ ეს მამა დიდად იღწოდა და რამოდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ვფიქრობ გამართლება იპოვა ღვთის წინაშე. აი ამ ამის გულის ფეთქვა მინდა მოგასმენინოთ და როგორი უნდა იყოს ჩვენი აქედან გამომდინარე შინაგანი ცხოვრება. რა თქმა უნდა ჩვენ ისეთ განხილვებულ ასკეტურ ცხოვრებას გვაყავს რა ოჯახები და ვართ რა ერში ვერ მოვახერხებთ მეტადრე დაოჯახულები, მაგრამ რაც ჩვენზეა დამოკიდებული ის არ უნდა დავაყოთ. აი ვიყოთ ღამე, როცა ღამის თავიანებს იხდიდნენ ღირსი მამები. ეს მეტნაკლებად ყველა შემიძლია. როგორც დიდი ივანე უხროპირი ამბობს, ღამე მარტო იმისთვის როდი განაჩინა უფალმა რომ გვეძინოს, გვამი მოვასვენოთ, არამედ ღამის ნაწილი, თუნდაც ორიოდე საათი უნდა დაუთმოთ ქების მეტყველებას ღმერთის, ანუ ლოცვას. უფრო მეტის შედის რა ჩვენ მდგომარეობაში ამბობს, თუ გაგეღვიძება, თუ ცლად ვერ ილოცებ, თუნდაც პირჯვარი გამოისახე და ორი სიტყვით მაინც მიმართე უფალს. უფალო შეგვიწყალე. აი მეც ოქროპირის ამ დარიგებისაებრ მაქვს უკვე დიდი ხანია ჩეულება და მე მაქვს ისეთი დაავადებები, რომ ღამე ხშირად ვდგები ზოგჯერ 3-ჯერ, 4-ჯერ, ზოგჯერ 5-ჯერაც პრაქტიკულად ძილი ნაკლებათა მაქვს და სწორედ ამ დროს პატარა ლოცვებს ვამბობ ამ ორი სიტყვის გარდა კიდევ სხვა პატარა ლოცვებს ვამბობ და შევავედრებ ქვეყნიერებას, კაცობრიობას, ჩემს ოჯახს მოყვას ბრევს და ესე შემდეგ. გირჩევ თუ თქვენ ღამით 2-3 საათი ლოცვად ვერ დადგები, აი ეს 2-3 სიტყვა მაინც აღოვლინოთ უფალ ღმერთს. და თუნდაც ეს 2 სიტყვა უფალო შეგვიძლია რაოდენ ძლიერია, მე პატერიკული მოთხრობებიდან მომიყოლია თქვენთვის. ბერი, ეგვიპტელი 2 ბერი უდაბნოში ცხოვრობდა, ეს კანონი ჰქონდათ, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე. დღეღამ შამლობის მიხედვით. და ერთხელაც ქალაქში დააგზავნა საქმეზე, სპირიდების როცა ხსოვდნენ გასაყიდად და მოჰქონდათ ორცხობილა და წყალი და ამით ირჩენდნენ თავს და წირვას წააწყდა გზად რომ მიდიოდა, შევიდა და დატყდა რომ მოვიდა, ძალიან მიყვარხარო, მაგრამ რა არის ორ სიტყვას ლოცულობ უფალო შეგვიწყალე, მომაბეზრებელიღაო და იქ ვიყავი ისეთი შემკობილი საგალობლები მოვისმენე, დავტკბი, თავ დავიწყებაში ჩავარდი. ნება მომეცი რომ გადავსახლდე ქალაქში და ვიარო იმ ტაძარში. ძალიანაც არ უნდა სულიერ მამას გაშვება, მაგრამ წინასწარ ცნობელობის მადლი ჰქონდა, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, აჯანყდებოდა და სულს დაიღუპავდა მისი სულიერი შვილი და მისცა მებართვა. ჩავიდა ქალაქში და ასე მოხდა, რომ საბოლოოდ ნათეთაც კი დაიწყო მსახურება საკურთხეველში. ერთხელაც შუა წირვა, ამაღლებული წირვა და მოულოდნელად მიწისძვრა მოხდა საზარელი. შეირხა ქალაქი, წავიდა და წამოვიდა. შეშინებული ხალხი საყდოლოებასთან ერთად არ დაგავიწყდეთ, გარბოდა ტვირილი ტაძრიდან და რას ყვიროდნენ ისინი? უფალო შეგვიწყალე, რასაც მოასწრებდნენ და რაც ყველაზე არსებითი იყო. უფალო შეგვიწყალე არის ლოცვა და ლოცვა, როგორც წმინდა მამები უწოდებენ. ჯერ ერთი ამ ლოცვის პირველი სიტყვით აღვიარებთ ჩვენ, უფალი არსებობს და გწამს, შეგვიწყალეთ, აღვიარებთ რომ ცოდვილები ვართ და პატიებას, შენდობას ვითხოვთ. ყველაფერია ნათქვამი. როგორც მამაო ჩვენო არის საუფლო ლოცვა, გულის ახარებისა, ის უფალო შეგვიწყალე გულია ყველა ლოცვისა. და ერთადერთი ეს მნათე იდგა თავდახრილი შერცვენილი საკურთხეველში და ევედრებოდა უფალს შეგვიწყალეო და ამასთან სთხოვდა რომ ეპატიებინა სულ მოკლეობა რომ დატოვა სულიერი მამა განდეგილი ცხოვრება და გადმოსახლდა ბერი ქალაქში. ბერის ადგილი აქ არ არის. თუმცა ეს ნაწინასწარმეტყველები იყო.
ანტონი დიდმა მისმა მოწაფემ ამონიმ იწინასწარმეთ ყველას 16 საუკუნის წინათ რომ დაადგება დრო, როცა სულიერება დაკნინდება, როცა თვითბერები უდაბნოებიდან, სავანეებიდან, მონასტრებიდან, გამხოლოებული ადგილებიდან, სკიტებიდან გადმოსახლებიან ქალაქში და დედაქალაქში და დაიღუპავენ სულს და უფრო მეტად იზრუნებენ არა მარხვა ასკეტურ მარხვაზე, ლოცვაზე და ღვთისმსახურებელ ცხოვრებაზე, არამედ ჭამასმაზე, სასახლეებზე და კომფორტულ ცხოვრებაზე, რისი მოწმენით ასევე ვხდებით. ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ მოახლოვდა ქვეყნიერების აღსასრულობა. მოახლოვდა დიდების დაბრუნება უფლისა ჩვენისა განშა ცხოველთა და მკვდართა. მაშასე მოვედით არაუბრალოდ ყური, არამედ გულის ყური მეუბრად ღირსი ეფრემის გულის ფეთქვას. საერთოდ სადღიურო ჩანაწერები ესე და საერთოდაც არის ადამიანის განმარტოება საკუთარ თავთან, ამ შემთხვევაში უფალთან, უფლის წინაშე და მსჯელობა იმ განცდებზე და შთაბეჭდილებებზე, რასაც ადამიანი იღებს ყოველდღიურად. პრაქტიკულად გაანალიზება საკუთარი საქციელისა, ცხოვრებისა და ესე შემდეგ, რაც თავისთავად კარგია, ამას უფალიც გვასწავლის. ამ კრებულს სადღიურო ჩანაწერებს უწოდა სახელად ცეცხლოვანი ისრები. ცეცხლის სულიწმინდის ერთ-ერთი სახე არის, სიმბოლური. მასშტაბად ცეცხლოვანი ისრები ნიშნავს მადლის ნაპერწკლები, რომელსაც ღირსი ეფრემის გულში ისროდა სულიწმინდა ღმერთი და ამის მოწმობა გზადაგზა გვაქვს მისი მსჯელობის მიხედვით. ეს პირველი წერილი დაწერილი არის ნაბეჭდი ნახევარი გვერდია სულ, ბევრი კი არ არის. მაგრამ შემაჯამებელია იმ დღისა და შთაბეჭდილებების. 3 ნოემბერი 1978 წლისა წაუძღვარა ასეთი სიტყვები ამ ჩანაწერს ღმერთს მიმართავს. ეს არის საერთოდ საუბარი ღმერთთან და საკუთარ თავთან. შენს გარეშე, ჩემთვის ამ წუთის სოფელში სხვა არა არის რა გარდა აჭდილებისა და ტანჯვისა. ანუ ღმერთის გარეშე წუთის სოფელი არის სატანჯველი. ნახეთ კაცობრიობის დიდდაწილ პირიქითა გახდები, არაერთად წარმოდგენა ღმერთზე და სულიერ ცხოვრებაზე, ყველაფერს ეძებენ და ცდილობენ იპოვონ მხოლოდ მიწიერ ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერი გარდახდება, სიმდიდრეს, ახალგაზრდობას, რომელსაც სიმნოგრაფიაში ნათქვამი ველის ყვავილივით დაჭკნება, ენერგიას, ჯანმრთელობას, თანამდებობას, სწავლენ ახლობლები ამ ცხოვრებიდან. და იბერე მეტნაკლებად თვითონი ადამიანი იწყებს შეჯამებას და არაფერი აქვს სათქმელი ღმერთის წინაშე. მადლობა ღმერთს, თუ ყველა არა ზოგიერთი მათგანი ასეთ სნეულებასა, განმარტოებასა და სიბერეში ვარდება სინანულში და იწყებს ღმერთის სიებას. ჯერ კიდევ ეკლესიის უძველესი მასწავლებელი დიდასკალოსი ტერტულიანი ამბობდა, რომ ყოველი ადამიანი დაბადებიდან მორწმუნეა. ჰეგელის დიდი ფილოსოფოსი, გერმანელი ფილოსოფოსი იესოს ცხოვრებას ამ სიტყვებით იწყებს. ის მესამე განუსაზღვრელ პირში ამბობს, ანუ იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, რათა ჩვენში არსებული ნაპერწკალი რწმენისა ცეცხლად ექცია ერთის და მეორეც იმას ამოწმებს, რომ გარედან კი არ არის რწმენა ადამიანში შემოტანილი, არამედ იმანენტურად თანდაყოლილად აქ ღვთისაგან. აი ახლა ბოლო დროს მეცნიერება გენეტიკური მათ შორის დაწინაურდა რა, ამტკიცებენ გამოკვლევებსა, რომ არსებობს ესე იგი რწმენის გენიც კი რაც ჩემს ყველა წარმოუდგენელი იყო. ბოლომდე ვერც ვიღებ, რატომ? იმიტომ რომ შეგობ ჩემ თავში, ესე იგი როგორ ხდება ეს გენი თავებმა გამოიმუშავა და იმიტომ აქვს, თუ როგორ ხდება? რწმენა ნიჭია, რომელსაც პავლე მოციქული, რომელსაც ღმერთი აძლევს. ღმერთი აძლევს ადამიანს, მაგრამ ერთმა შეიშვნა და გაუფრთხილდა და მიუხედავად წინააღმდეგობებისა დაინარჩუნა. მეორე კი ადვილად დაკარგა. იხილეთ იგავი თესვარზე 4 შემთხვევა განხილე, როგორ კარგავს ადამიანი თესვს და როგორ ახარებს. მაშხთის გარეშე ჭეშმარიტი და არა ფარისეველი მორწმუნისთვის წუთის სოფელი ღმერთის გარეშე მხოლოდ სატანჯველია. ამიტომ არის რომ წმინდა მოციქულები და მამები შეღაღადებენ უფალო წამიყვანეთ წუთის სოფელიდან. ჰე დასრულდეს ეს წუთის სოფელი უფალო ჩვენ ვეპოტინებით ხავს. მიუხედავად ავადმყოფების ნეულების რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ და ზოგიერთ განკითხვით არ ვამბობ მეტატრე ინკოგნიტოთ ვამბობ. ზოგიერთთვის მაგალითად რომ შემიხედავს ის როგორც ცხოვრობს და რა დღეშიც არის საცუდავ დღეში ჩილდა რომ გარდაცვლილი ყოფილიყო, პოტარი ყოფილიყო.
ტანჯვა თავიდან ბოლომდე და თან ტანჯვა ღმერთის გარეშე. როცა იტანჯები ქრისტესთვის, ეს პირიქით სიხარულს განიჭერს და აღმაფრენას. და როცა უფალი არ ყავს გულში და არ იცნო მას, არ აქვს მეცნიერება ქრისტესი, ანუ შემეცნება ქრისტესი, მაშინ კი საწოდავი ხარ. ღრმად მოხუცებული, დაავადებული, მეტყველება უჭირს, ვერ დათის, ლოგინათ არის. მიმხედავიც არ ახავს ზოგს. გმინავს, მნესის. ზოგიერთი მათგანიც ამოს რომ წაიყვანოს, მაგრამ სად ითხოვს შვილო წასვლას, სადაც არაფერი არ გელოდება? იმიტომ რომ შენ დედამიწაზე არაფერი გაგიკეთებია რომ 64-ში ადგილი დაემკვიდრო. წმინდანთა ცხოვრებიდან მოგიყვანთ საყვარელო მაგალითებს რომ სიცოცხლეში უკვე ჰქონდათ სავანე გამზადებული 64-ში. გახსოვთ ერთ-ერთი ბერი რომ იყო ტრაპეზარი, ემსახურებოდა ასე მეც მასული და დილის 3-4 საათიდან წავიდოდა ტყეში, დაჩეხავდა იქ შეშას, ჩამოიტანდა რამოდენიმე გზობაზე გუდურით, ცეცხლს გააჩაღებდა და მთელი დღე უნდებოდა ბერები დღეში ერთხელ იღებდნენ, უნდებოდა ტრაპეზის გამზადებას და მწუხრზე ისინი იღებდნენ ტრაპეზობდნენ. ერთხელად დაფიქრებულ არც იღუმენი და არც ბერები რომ როგორ შრომაში და ტანჯვაშია ეს ადამიანი. ადვილი სათქმელია, აბა წარმოიდგინე საკუთარ და დღე ყოველ ათეული წლების განმავლობაში ეს მეორდებოდა. პირიქით, არათუ მადლიერი არ იყვნენ მისი, დასინოდნენ კიდეს, თავშიც ურწყავდნენ, საცოდაო რა ბერი ხარ, წირვალზეც კი გაგვიანდება, ზოგჯერ არც კი მოდიხარ. ის რომ წასულიყო იქ, ისინი უზმონი დარჩებოდა და აჯანყება მერე ნახე. ბევრი ასეთი ბერისთვის და მორწმუნეთვის გზა რომზე კი არა კუჩზე გადიოდა და დღესაც გადის. ამიტომ დიდი შფოთი იქნებოდა მონასტერში. როდესაც ბოლოს ბერები იტრაპეზებდნენ, წავიდოდნენ, კანონს აღასრულებდნენ, დაისვენებდნენ, ის კიდევ ფეხზე იყო და 100 ძმის ჭურჭელს რეცხავდა მაგიდას ალაგებდა. მხოლოდ 2-3 საათი გარჩებოდა, ვიდრე კვლავ შეშაზე წავიდოდა, დაჯდებოდა ბუხართან, მინავლებულ ნაკვერცხლებს მიაშტერდებოდა და საკუთარ თავს ეტყოდა გულწრფელად. ხო იქ საცოდაო, ყველაც ხონდება ამ მონასტერში, ერთი შენ წარწყდები, ზარმაცი, მწვანარე, უწირავი, ულოცმელი, უმარხული და სინამდვილეში ზოგჯერ უმარხული კი არა, საჭმელი არჩებოდა ფიზიკურად. ბერები რომ მიტრაპეზებდნენ, ლუკნასაც არ დაუტოვებდნენ ხო, თავისთვის არადროს არ გადადებდა, არ ქონდა ეს მნება. აი როგორ ცხოვრობდა და იტანჯებოდა. ჯვარცმული იყო. ბერობა ეს არის უსისხლო მოწამეობა, თანაჯვარცმულობა ქრისტესთან ერთად. ბულგართა მონასტერში ვიყავი და იქ ნახე მე ჯვარცმული ბერი ფრესკაზე გამოხატული. აი რასაც მე ვამბობ, ის იყო გამოხატული ფრესკაზე. მაგრამ რა მოხდა ერთხელაც ჩემო საყვარელო? იღუმენი ლოცვა თითქოს შუაღამიანის. მოულოდნელად ატაცებული იყო პავლე მოციქულივით სასუფეველში. და რა იხილა? სავანეები მრავალი. ასე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა წმინდანი ერთ სავანეში ერთნაირსა. არა. ვინ როგორ გაისარჯა და როგორ უწყალობა მას უფალმა, იმდენად სხვადასხვა სავანებში ზევით და ზევით ანდრია სალონს ხორმებს ვკითხულობ, ზევით და ზევით რომ მიიწევს და ბოლოს ზეციური კრეცამელი გადაიხსნება და ქრისტეს წინაშე შეიყვანენ დიდების საღდრისა. მოკლედ ერთ-ერთ სავანეში თვალს არ დაუჯერა იღუმენმა ხედავს, რომ მათი ეს ტრაპეზარი ზის და ისვენებს. გაუკვირდა, ახლოს მივიდა და იღუმენმა არ დაგავიწყეს მორჩილს, მორიდებით კითხა, ქედი მოუხარ. მაგვათი ძმაო, აქ რა გინდაო? დედამიწაზე რომ ვერ ვასწრებ დასვენებას, 2 საათი მასვენებს 64-ში. ჩემს სავანეშიო. როგორ ეს შენი კი ეს ჩემი სავანეაო. პირადად მისი. აი როგორ არის ამათუ სულიერი შვილის მოძღვრის სულიერი შვილები, როცა თუ ცხონდებიან, ყველა ისინი ერთად მიდიან მისი მოძღვრის სავანეში. არსებობს აბრაამის წიაღი, არსებობს ღვთისმშობლის სავანე, არც უდიდესი წმინდანები, ღვთისმშობლის რჩეულები შედიან. და მას კი სიცოცხლეში ჰქონდა თავისი სავანე 64-ში. ის რა არისო ვაშლის ძირში და ვაშლის გავდა, უბრალოდ მსგავსება ვაშლისა იყო. შეიძლება რომ მოუწყვიტო, კი როგორ არაო და წამოდგა და თავად როგორც მორჩილმა იღუმენს მოუწყვიტა 3 ვაშლის მსგავსება და ჩაუდო ხელებში. ხელებში როგორც კი ჩაუდო, გამოფხიზდა იღუმენი და აღმოჩნდა რომ უკვე დედამიწასია და ხელში ეს კეთილსურნელოვანი ნაყოფი უჭერს. ოღონდ არ იცის რა არის ეს. სასრაფო ზარშემოკრატს მოვაშიაგრობა, მოუყარაც ნახა, მოაგონა რას უკეთებდნენ იმ მორჩილს, როგორ ექცეოდნენ უციპარულად, უმადურად. და ბრძანა რომ მოეყვანათ მას მორჩილმა რომ ეს გაიგო, კვერთხი აიღო იღუმენის და წავიდა იმ მონასტრიდან.
სახელდიდებას და პატივს არ ეძებ. იღუმენმა დაანაწილა ეს კეთილსურნელოვანი ვაშლის მსგავსება და როგორც ევოლოგია სიწმინდე დაურიგა ბერებს და მიიღედა შამეთო დაყოფი ამ მამის მორჩილებისა უთხრა. ოხირა მშვენივრად გზნობს სული თავს, როდესაც იგი დღეს ასწავლოს. უკვე თუ თქვათ თანამონაწილეობს ანგელოზურ ზეიმში ზეციური ზესთა სოფლისა. ეს არ არის ლაბაზის სიტყვებისთვის ნათქვამი, რომ ანგელოზთა დღეს ასწავლოს ხედავს და ის ხედავდა ანგელოზურ ძალებს. თავად უფალი ეცხადებოდა მას, ან უგეშებდა და აფრქვევდა სიყვარულს და შეეწეოდა ამ გზით იღუმენის მძიმე ჯვრის ტარებაში და იმ უსამართლობის მოთმენაში, რაც უხვად გადაქონდა ღირს მამას. და არ დაგავიწყეთ ათონზე ბერთა სავანეში. ასე არ უნდა იფიქროთ, რომ სატანა გარეთ დარჩება ეკლესიის კარებთან, ან სავანის გარეთ დაგელოდება. ის ყველგან დაძრწის, ცხადში, სიზმარში, მონასტერში, საკურთხეველში, თუ გნებავს და ასე შემდეგ გააჩნია ვინ წირავს და როგორ წირავს. სადაც სარწმუნოებით შეიწვირის ხმები, იქ რა ფეხი აქვს ეშმაკს. ვერც გაბედავს იქ მიხედავს არათუ შესვლას. ისე რომ წინამძღვარზე, ლიტურგოს სამღვდელზე თუ სხვა ძალზედ ბევრია დამოკიდებული. ტაძარში როგორი სულიერი ატმოსფერო იქნება. რადასამალია საყვარელო ზოგიერთ ტაძარში, მეტადრე სამრევლო ეკლესიებში შეხვალ და ვერ მიხვდები ვაგზლის ხმაურიან მოედანზე მოხვდი თუ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში. ეს არის სისუსტე და ნაკლი წინამძღვრისა. როგორც წინამძღვარია, ისეთი მრევლია უპირატესად. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მეტადრე არათუ ჟამრობის და ქადაგების დროს მეტადრე მაგ ტელეფონმა მეორედ დარეკა. ერთხელ რომ დარეკა, უნდა გაფრთხილებულიყავი და უხმოზე დაგეყენებინა და ყველაფერზე შენიშვნას ვერ მოხდეთ, ვინც არ უნდა იყო. ან საერთოდ რო შემოდიხარ, დააყენე უხმოზე. თუ მაინც და მაინც მნიშვნელოვანი შეტყობინება უნდა მიიღო. სირცხვილი არ არის ეკლესიაში, ამაზე მიხდებოდეს ღვთის სიტყვის გვერდით საუბარი. საუბრობენ? გაიყვანე წადიკი. ვაშინგტონიდან დარეკეს, კრემლიდან აღარ არის მოდაში და უფრო მნიშვნელოვანი იყო, უნდა გასულიყო დაეტოვებინა ღვთის სიტყვა, რა თქმა უნდა. ესე რომ ჩემოკეთილო ცნობილი გასვეთილია ანდაზური გამოთქვა, რომ მოვიგონოთ ზოგს მღვდელი მოსვოს და ზოგს მღვდლის სოლი. მაშას ზეციურ ძალებს ეძრახებოდა იმ ღამეს. ამ წუთებში ძალზედ ვისურვებდი, რათა ჩემს უბედურ სულში არანაირ განგას არ შეეწყვიტა ამგვარი იშვიათი და ძვირფასი ტკბობა, რომელსაც მას სულიერი ანგელოზური სამყარო ანიჭებს. ეს სხვაგან სხვა წერილში ამოსულ, ესე ჭვრეტაში იყო უფლის დიდებისა და ზარმა დარეკა. იყო იღუმენი და იძულებული იყო წასულიყო და გულში ის არივით მესობა. თავდაპირველად გამიგონდა კაცო ზარზე ეკლესიის როგორ ამბობს, მაგრამ რას გულისხმობს? ღმერთთან თანაზიარებაში ჭვრეტაში იყო და ეს უნდა დამთავრებულიყო და წასულიყო ძმებთან. ისე როგორც ორიოდე კვირის წინ ქადაგებაში მოვიგონე ვიცი მეთქი მღვდელი ერთი, რომელიც იმდენად ამაღლებულად წირავდა, რომ გამოდიოდა მრევლთან ბანალურ საუბრებში, იმსხრებოდა და ღმერთს თხოვა, რომ ასეთი ამაღლებული განსით ნუღარ წირავ. და აღარც წირავს, თუმცა წირავს, მაგრამ არა ასე. თქვენგან გამომდინარე. მაგრამ როგორც კარგად ამბობს ერთი ანდაზა, ნეხვის ხოჭოს ვარდზე ვერ მიიტყვე. ნეხვის სუნი უფრო მოსოს, ვიდრე ვარდის სუნი. ღვთის სიტყვას, ქების მეტყველებას, უფლის დიდების მეტყველებას მას ამო ვითარებანი ურჩევნია და ამო საქმიანობა. ეხლა თქვენ ამბობთ, მამა, მეტის მეტად კაცრი ხომ არა ხართ. ასეთი ხასიათს შენიშნებს. მე რო ამ და მსგავს შენიშვნებს არ ვიძლეოდე, აქაც იქნებოდა ვაგზლის მოედანი. ეს შეფის არის წარმოუდგენელი. დისციპლინა ეკლესიაში წმინდა და ღმერთშემოსილი მამები ვასწავლ ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითად ღვთის სიტყვის ქადაგება, ქრისტეს მოძღვრება. ამიტომ წინამძღვარმა უნდა მიაქციოს არა მარტო იმას, რომ დროულად იყოს წირვა ლოცვა, სახურება მცირე თუ დიდი, არამედ დისციპლინას ეკლესიაში. თქვენ ეხლა ყველა უმეტესობა მოსული ხართ სხვადასხვა ტაძრებიდან. მე არ ვიცი თქვენთან რა ვითარება, მაგრამ ზოგიერთ თქვენთანაც ვთქვათ, მამო, აქ კიდევ იმიტომ მოვდება, რომ აქ წესრიგია, ყველაფერი მოწესრიგებულია. ჯერ უნდა ისმის წირვას, ქადაგებას და სხვა სამწუხაროდ ჩვენ იქ მოძღვრებით თითქმის არაფერს არ გვასწავლია.
ისმის განუწყვეტელი ჟრიამული ბავშვების ტირილი, დედების ჭორაობა, ვინც მოიყვანეს საზიარებლად ბავშვები და ასე შემდეგ. სხვებზე აღარას ვიტყვირა. ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი. უფალი ამბობს, წმიდა იყვენით, რამე თუ მე წმიდა ვართ. მე ვერ წარმომიდგენია, რომ აი მაგალითად უფალს როცა უსმენდნენ, ჟრიამული და ხორხოცი იდგა. პირიქით, ყველა ერთის მთელი არსებით იყვნენ შემთქმარნი ქრისტეზე. მე მეცაც გეტყვი წმიდა სახარებას დავიმოწმებ რა. თვით უდაბნოებშიც კი ასობით და ათასობით ადამიანი მისდევდა ქრისტეს. მაგალითად, როდესაც ხუთი პურითურითებზე განაცხო გენესარეთის ტბის პირას, უნდა ყოფილ ვარ იმ უდაბნოში. პირდაპირ გაგებით უდაბნო, არაფერი არ ხარობს. იქ მოახდინა ეს არაფრისაგან, აი ხუთი პურის ორი თემსისგან, ესე იგი მან დააპურა 5000 მეტი გარდა დედებისა და ბავშვების. ესე იგი რა არის დათქვა მახარებელი? არა მარტო დედები და მამაკაცები, მამები, არამედ შვილები თურთ მისდევდნენ ქრისტეს დღეების განმავლობაში, მათ შორის უდაბნოში. ქრისტე იყო კაცმოყვარე და იკითხა, აქ თრაკმე ჭამადი, საჭმელი რამეა, თქვენ დღეებია, მომდევენ და მშივრები არიან. მე ბრალებს, მე წყალმისერიესე, მე წოდებიან. თქვენ გააქვთ რამე მოციქულებს, იმათ არაფერია. და ხუთი პური ორი თევზი პატარა ბიჭუნას აღმოაჩნდა აბგაში, ჩანთაში, წყემსის. და ესე იგი ქრისტემ ილოცა და გაამრავლა. ოღონდ მამები კომენტატორები ამბობენ, ლოცვის დროს გამრავლა თუ რომ ტეხდა და აძლევდა მოციქულებს დასარიგებლად, მაშინ ეს არ არის არც არის არსებითი კაცმოყვარებას. ეს კაცმოყვარება გაყვარდა. ესე იგი წარმოგიდგენიათ, ვისაც უფალი უყვარდა უდაბნოებშიც მისდევდა და თქვენ ქრისტეს ეკლესიაში მოდიხართ და იქცევით როგორც ვაგზლის მოედანზე და შეურაცხყოფთ უფალს. ჯობდა ასეთი ტაძარში საერთოდ არ მოსულიყო. ისეთი განსაცდელი ელოდება ღმერთის წინაშე. ამიტომაც არის რომ ეკლესიაში რამდენიმე გზის ეს ღვთის სახელით ხდება. აფრთხილებს ლიტურგოსანი მოდელი თუ დიაკონი თუ გალობელი. მოხედე, მიაქციეთ უყურადღებას, სიბრძნით, გონება გახსენით, დაიტიეთ ის სიტყვები, რითაც ეკლესია მოგმართავ. ზეგვაქვთ იმ გული, დიდ გამოსვლაზე იგალობება. ესე იგი ეკლესია მიცის რომ ჩვენ ყურადღება გვებნება, იმიტომ რომ ბოროტისულები აქაც ნადირობენ, კითხავთ კართან არ ველოდებიან გარეთ, ამიტომ ის ცდილობს გაგვიმახვილოს ყურადღება. თუ ჩვენი საუბარი გრძელდება, მხოლოდ თქვენს გამო და თქვენგან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაში. ნებისმიერ სიმდიდრეს ჩემს უფალთან შედარებით სიგლახაკეთ მივიშნევ, ამბობს ღირსი მამა. მამაო ჩემო, ღმერთო ჩემო, მე მხოლოდ მაშინ განზღები, როდესაც შენს გულის სათქმელ დიდებას ვიხილავ. მე-16 ფსალმონიდან არის ეს სიტყვები მოტანილი. სიყვარულო ჩემო, ღმერთო ჩემო, უშენოდ ამ საკუთროში ჩემთვის იმაზე მეტი არაა, ვიდრე აჩრდილი და ტანჯვები. აი ეს არის ჩემთვის ეს სოფელი შენს გარეშე. მასში არაფერს უთulis სიკეთეთ გარეშე შენსა. უდიდესი და უმაღლესი სიკეთისა. შენახარ უმაღლესი სიკეთე. არათუ სიკეთე სახიერი, ძველ ქართულად სახიერი ნიშნავს არა უბრალოდ კეთილს, არამედ ყოვლად კეთილს. ყოვლად კეთილი მხოლოდ ღმერთია და მასში შეუძლია ადამიანში აღძრას სიკეთის ქმნის უნარი და აღსრულებაც მისგანვე მოდის სული წმინდის მადლით. მამაო ჩემო, რა უსიხარულო იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მე რომ არ შემეცან შენი ღვთიური სახე, რომ არ გეჩვენებინა ჩემთვის. რაოდენ მძიმედ მეჩვენება მე ჩემი ცხოვრება შენს მყოფობას რამდენჯერ რაოდენ როდესაც ვერ ვგზნობ ესე მძიმედ მეჩვენება ის ცხოვრება როდესაც ვერ ვგზნობ შენს აქ მყოფობას არა მაქვს ეს შეგრძნება ღმერთო ჩემო და ესე იგი და შენი სიყვარულისა როგორ ცუდად ვარ ხოლმე მაშინ მამაო ჩემო მიხსენმე დამნაშავე წინაშე შენსა ნუ დაიფარვი ჩემგან იმიტომ რომ მე მაშინ აუტალად ვიტანჯები ესე იგი ეს ხილვა რომ აქვს სულის აქ სულში გულში ყველა ნასხამში და მთელს არსებაში და ერთი წადილი აქვს აი ერთ ჩანაწერში ამბობს რომ ღამემ გადაიარა და გემშვიდობები მოვალ ღამემდე შემეწია დღე რათა გარდავლო უდრტვინველად და ღამე ისევ მოდი ჩემთან ეხლა ისეთი საუბარი აი პატარა ყრმა ბავშვი ტიტინა ენით რომ ელაპარაკება მამიკოს და ღმერთს ახსენებს როგორც მამიკოს და ღმერთიკოს რა ჩემთვის პირადად და ვფიქრობ თქვენთვისაც არის წარმოდგენა ჩვენ რომ ასე მივმართოთ ღმერთს ჩვენგან ეს იქნება ფამილიალობა
არაწმინდა კადნიერება, სიგლისმე, ძველ ქართულად რომ ვთქვა, მაგრამ ამ ღირს მამას, რომელიც გაგრძალულად ცხოვრობს, ასკეტურად ღვთისმშობლის წილხედ ათონზე და მიაქვს უმძიმესი ჯვარი იღუმენისა და ცილის წამებების შეურაცხყოფა, დევნა და სხვა, მისთვის ეს არის უფალთან შეხვედრა, არის შვება, სიხარული და უფალი მას დრო და დრო ხან გამოცხადებით ეჩვენებოდა, აი როგორც პავლეს, რომელიც ატაცებული იყო მესამე წაში, ანუ 64-ში, ასევე იყო ატაცებული ესეც. ზოგჯერ იყო ატაცებული, მაგრამ სხვაგან ამბობს, რომ ახლა სხვაფრად მეჩვენება უფალიო. ატაცება მისი არ ხდება გამოცხადებით, განკვირვება ქვია ძველ ქართულად გამოცხადებას, მაგრამ გრძნობს მთელი არსებით და ყველა გრძნობით, ხორცელითა თუ სულიერით, რომ ღმერთი მასთან არის და მასშია და ესეც უდიდეს სიამეს ანიჭებს. სხვა ჩანაწერი მომდევნო დღისა, რომელსაც ცოტა მოგვიანებით გარკვეული აზრი და რატომ წაგიკითხავთ. ხეზე სულის ამ ჩანაწერს პატარას ეს ქვია. მოიაზრება იწვევს რემინისცენციას 60-ეული ხისა. ორი ხე იყო ხე ცხოვრებისა, ხე ცნობადისა, ერთი ღვთისმშობელ მარიამზე წინასწარ, მეორე ჯვარი პატიასოც, ანუ ქრისტეს მოვლინება ვნებაზე და ასე შემდეგ. მოკლედ ხეზე სულისა. ღამე ლოცვა საკელიო განმარტოებაში საუკეთესო ჟამია იესოს ლოცვაში უხილავ ღმერთთან ურთიერთობისა, ხოლო ცრემლები თვალთაგან გადმომდინარე ჭეშმარიტად რწყავენ სულის ხეს და მას საკვირველი ნაყოფი გამოაქვს სათნო ღვთისათვის. და აი რა ნაყოფებია, რომელიც ლოცვას გულითაც გამოაქვს. ცრემლებით მორწმული სულის ნაყოფები ღმერთთან შეხებაა. ეს ჭვრეტანია, რომელიც მარტოდენ თავად ღვთისაგან მოენიჭება. ადამიანი კი არ აქვს თავითვისი ჭვრეტა, ღმერთი აძლევს მან იცის თავისი სიბრძნით და განგებულებით, ვის რა მისცეს, ან სულაც არ მისცეს. ყველა შემთხვევაში ის არის არა ადამიანის დამსახურება, არამედ წყალობა ღვთისა. მას ეს ის ჭვრეტანია, რომელიც მარტოდენ თავად ღვთისაგან მოენიჭება და არა წარმავალ ადამიანის მიზეზით წარმოიქმნებიან. ცხოველს ყოფილ ლოცვაში, ცხოველს ყოფილ სიცოცხლის მომნიჭებელს ნიშნავს, სიცოცხლის განმაახლებელს ნიშნავს. ცხოველს ყოფილ ლოცვაში გატარებულ ამ ღამის საათებში სული იზრდება, ღვთიური სვარნამით ირწყვება, გამოუთხმელ საზრდელს, საზრდელი ძველ ქართულად საჭმელს ნიშნავს, მაგრამ საზრდელი უფრო კეთილხმოვანია, ეფონურია, საჭმელი ცოტა უხეში არის. ამიტომ თარგმანში ვამჯობინე საზრდელი, რომ სულიერ საზრდელზე, სულიერ საჭმელზეა ლაპარაკი. მას სულიერ საზრდელს იღებს და იმედზე იმატებს, ვიდრე ხსნასა და სიმშვიდეს არ პოებს ზეციური მამის კლავებში, რომელიც უხვად ანიჭებს საბრალო ადამიანს, ბუნებით თავისი უსასრულო სიმდიდრით. რატო არის, რატომ უწოდებს თავის თავს ყველა ასეთ ადამიანს საბრალოს? იმიტომ რომ ღმერთის გარეშე სრული არარაობანი არიან. თავად უფალი ამოწმებს ამას, ყოველი კაცი სრულ და ამაუარს. ღმერთი თუ შენთან არ არის და შენ არ არის და შენ არ ახარ ღმერთთან, საბრალო და საწოდავი ხარ. საჯილდაო ქვახალ ამ სოფლის თავადისთვის, ეშმაკისთვის. როდესაც ისურვებს და რამდენსაც ისურვებს ისურვებ უტყმესო მამაუჩემო, ამ საღამოს გტოვებს შენ, მაგრამ გევედრები, მომავალ ღამეს არ დამივიწყო. შენი მამობრივი ფაქისი გამოხედვით შემომხედემე ჩემ საბრალო გულს, რომელიც გიჭვრეთ შენ, როგორც თვალნი მონათანი ხელთა მემართ უფალთა მათაისა, ფსალმურიდან არის ციტატა და ვითარცა თვალი ხევლისანი ხელთა მემართ დედოფლისათვის, როგორც ხევალი თავის დედოფლის ხელს უყურებს, რას უბრძანებს და ასე შემდეგ, ასევე ჩემი სულიერი თვალები მოპყრობილია შენდამო უთყბესად გიამბორები, შეგახსენეთ რომ ამბორება ეს არ არის ხორციელი კოცნა, რაიმე ვნების შემცველი. ამბორება ძველ ქართულად, როგორც სულხან-საბა განმარტავს, ეს არის კოცნა, ოღონდ სულიერი, ყოველგვარი ვნებებისაგან დაცლი, ანუ უვნებებო ამბორება, შეხება ღმერთთან. ჩემო მამიკო და ღმერთიკო ჩემო, შენი შვილი. ეს რომ ამ ადგილას რომ კითხულობდი, უკან დავბრუნდე კაცო, ბეჭდავი შეცდომა ხომ არ არის მეთქი და როცა მე მთლიან კონტექსტში გავიაზრე, დიახ, ასე მიმართავენ, ეს კადნიერება აქვთ წმინდა მამებს, რაც ჩვენ არ აგვაქვს და არ მოგვიპოვებია. თუმცა თავხედობა არ გვაკლია, ეს სიტყვებიც ვიხმარობ და ამაზე ხო არ ეცით ისე რომ განვარისხოთ სინამდვილეში ღმერთი.
აი ეპილოგიდან დასასრული ბოლოს სიტყვა თარგმნია ამ საუბრის თორე თანმიმდევრობით ითარგმნება მერმე და მერმე დანარჩენი. ამით ასრულებს ამ დღიურს. როგორც ჩანს, სულიერ შვილს მიუძღვნა ეს დღიური თავის მოწაფეს, რამდენიმე ხავდა ათონის მთაზე. შვილო ჩემო, ესე იგი, ამ დღეებში დიდი მწუხარებანი და განსასწრებელი მქონდა შვილო ჩემო. გარკვეული ადამიანებიდან რომ მოდიოდა, რომელიც ზალზე მღლიდნენ, მაგრამ დიდება უფალს მინიშნება, იგულისხმება ისიც, რომ ან ათონი დარჩი, ან წადი ჩრდილო ამერიკა. ფაქტიურად გააძევეს, არჩევანის წინაშე დააყენეს. თუმცა სულიერ სარგებლობას იგი აძლევდა როგორც ერთს, ისე მეორეს. მომხედე შვილო, აი პირდაპირ გეხარ, ბოლოში მომხედე თავშიშველი რო ხარ, ალბათ სტუმარი ხარ, შარული თავშიშველი. თავსაფარი, არა, აქ იყავი, პირიქით დარჩი, თავსაფარი, ანე გადაიფარე. თავზე პავლე მოციქული ამბობს, ჩემი ახირება არის, დედაკაცი, რომელიც თავშიშველი ლოცულობს, ესე იგი, არღვევს კურთხევას. ანგელოზისთვის არის ნიშანი, რომ ის არის ღვთისმოსავი დედაკაცი. და უფრო კონკრეტულად თუ გათხოვილია, ნიშანია, რომ ღვთის მორჩილებაშია. არაფერია დღეს თავშიშველი შემოვა ადამიანი შარლით, მაგრამ ხალხ შეიძლება მონოზნის კუბასტი დაიხუროს და გრძელი სამოსელი. ეს ღვთის განგებული, ეს ჩვენ არ ვიცით. ასეთი შემთხვევები კაცობრიობის ისტორიაში უამრავია აღწერილი. მაგრამ დიდება უფალს, ესე იგი ღლიდნენ ეს ადამიანები, მაგრამ დიდება უფალს, მან მე, ანუ ღმერთმა მან მუგეშა. ღმერთმა მე ლოცვაში მომინახულა და თავი ახლებურად გამომისხადა. ესე იგი, ადამიანები კი მდევნიან, მან ცირებენ და შეურაცხყოფენ, მაგრამ უფალი მან უგეშებს, მეჩვენება ღამეულ ლოცვებში. ღმერთმა მე ლოცვაში მომინახულა და თავი ახლებურად გამომისხადა. მაშინ მე აღტაცებული არ ვიყავ, ანუ ატაცებული, მაგრამ ეს მადლისაგან მონახულება იყო. ღმერთი მოვალს, კაცობრივი გონება უსასრულო გონებას უერთდება. კერძოდ რა სახით ხდება ღმერთთან შეერთება და ღმერთი თავის თავს უხსნის, ანუ უჩვენებს ადამიანურ გრძნობებს. მე ღვთის უსასრულობას, მიუწვდომლობას შევიგრძნობდი. მე მის უსასრულო მამობრივ სიყვარულს შევიგრძნობდი და გამოუთქმელ ყოვლად მიტევებლობას. აი ეს გაცდა ეძლევა ადამიანს, როცა ღვთიური სიახლოვე შეგრძნება აქვს. ღმერთი არის მამა მოსიყვარულე და ყოვლად მიმტევებელი. როდესაც მზე შედარებას აკეთებს, რომ უკეთ გავიგოთ, რაზე გვესაუბრება. როდესაც მზე ჰორიზონტის სიახლოვესაა, ძალდატანების გარეშე შეგიძლია უმზირო. ხოლო როცა მაღლა იწევს, დაბრმავებას იწყებს და შენ გარკვეული აზრით ხილვის უნარს გიკარგავს. იგივე ითქმის ღმერთთან მიმართებაშიც, რომელიც სინათლეზე მაღლაა და აღემატება მდუმარებასა და მშვიდობას, რომელიც ღმერთს მოაქვს. აი ამ მდუმარებაზე და მშვიდობაზე კიდევ მაღლად და ყოველგვარ ნათელზე მაღლად ღმერთი, წყარო ყოველგვარი ნათლისა. მისი ყოვლად მიმტევებლობა გამოუთქმელია. სიყვარული მისი უსასრულოა. რა თქმა უნდა, ამ დროს ყოველივე ავიწყდება ადამიანს. არანაირი შეგრძნება ადამიანური, არავის გახსენება. მთელი არსებით არის მიწებებული, შეერთებული ღმერთთან და განიცდის უდიდეს ნეტარებას. აი როგორც თაბორის მთაზე პეტრე მოციქული და ძმები ზებედესები დიდ ნეტარებაში ჩავარდნენ და როგორც წმინდა გრიგოლ პალამა განმარტავს, თავდავიწყებაში კი ჩავარდნენ და არა უბრალოდ თავდავიწყებაში, არა მარტო ნეტარებად, არა მარტო სიხარული ჰქონდა ჩამდგარი სულებში, ღვთიური ღვთისგან გამომდინარე, გამომკრთოლვარე ნათლის გამო, არამედ წინასწარმეტყველების ნიჭიც კი შეიძინეს. გამოეცხადნენ და მართვენი და მარცხით მოსე და ელია მათ, ვინც მათზე საუკუნები და ათეული საუკუნებით ადრე ცხოვრობდა დედამიწაზე მოსე და ელია შეიცნეს ვინ იყვნენ წინასწარმეტყველების ნიჭით. ესე მოხდა რა კი იოსების ხასი ვახსენეთ შესავალში როლის მოწაფე ღირსი ეფრემია ერთხელ ის ლოცვა დიდგა და ერთი ბერი შორეული სავანედან სკიტიდან უпроსორად მოეშურებოდა მისკენ და ახლოს რომ მოვიდა და ქრისტეს მერე ამორება მისეს ერთმანეთს მოიკითხა და შენ გზაში ამ ადამიანწაროსთან გაჩერდი ვარ აი პირი შეიბანე წალიდალი ჭუჭელი ავსო და შეეშინდა შე რა იციო აი ამ ხელთუქმნელი ნათლი როგორ ჭრილშიც ეჩანდა ყველაფერი შენიო და მათ შორის შენი შინაგანი ადამიანი არა მარტო გარეგანად რა ხდებოდა შინაგან ადამიანში რა ხდებოდა ამ ბერის ის უთხრა და თომარა მოხონდა და ორცხობილები იყო ანუ ნუგეშინის სემისთვის მოხონდა რომ მეჩუქებინა იოსებისთვის მათი საჭმელი ძირითადში იყო ორცხობილა ჩვენ თავერთი გავიგზავნოთ მათ თვით მარხვაშიც კი შედარება არ შეიძლება
ერთმანეთთან. ამიტომ როგორც ხორობთ ისე ვიღებთ უფლისაგან და არის სულიად სამართლე. უფრო ხშირად კი სიმართლე რო თქვა, იმასაც არ ვიმსახურებთ, რასაც უფალი გვაძლევს, უღირსებს, წარმოცონარის გამკითხავებს არ უნდა მოყვე საკუთარი პორტრეტის დახატვა თქვენს წინაშე. რა თქმა უნდა, მე ძლიერ ვცდილობ საწმოსადმი სიყვარული მქონდეს, ეს მინიშნება, რომ ისინი აი ესე აწუხებენ მას და განიკითხავენ. რა თქმა უნდა, მე ვცდილობ ძლიერ რომ საწმოსადმი სიყვარული მქონდეს, მაგრამ როდესაც ეს მადლი მოდის, მე კი ვცდილობ მადლი მოდის, მადლით მოდის სიყვარული. მაშინ ჩემი სიყვარული, ჩემი სულიერი შვილებისადმი აღუწერელი ხდება. როდესაც მადლი გადმოდის, ყოვლად მიმტევებელი, ენით აუწერელი სიყვარული ეუფლება. და აი მაშინ გაგონდება უფლისნება, გიყვარდეს მტერი შენი. მხოლოდ მადლით შეიძლება თუ ადამიანურად შვილი მომიკლას ადამიანმა, მე როგორ უნდა მიყვარდეს ის, მაგრამ მე თუ ქრისტეს შვილი ვარ სულიერი, მე ამასაც ვაპატიებ. პირად მტრობას და ბოროტებას უფალი გვიბრძანებს, ყველას პატიებდეთ. მაგრამ ვებრძოდეთ სამშობლოს მტრებს და გზავდეს ქრისტეს მტრები. არა საყვარელი არის ხშირად მიკითხავს. რაც შეეხება პირად მტერს, რა ბოროტებას არ უნდა დავმართო, ჩვენ ისინი უნდა გვიყვარდეთ. თუნდაც წმინდა იოსებ ამ ღირსი მამის ეფრემის მაგალითზე შევიცნოთ. მე ყველაფრით ბერი იოსებისაგანა ვარ დავალებული, როდესაც მორჩილი საქმეყოფა თავის ბერს, მაშინ აქაც დედამიწაზე მას ღვთისგან კურთხევა აქვს როგორც მანამდე, ასევე ბერის აღსრულების შემდგომაც რამე თუ გარდაცვალების შემდეგ ბერს კადნიერება აქვს ღვთის წინაშე და ლოცულობს და ევედრება მას მისი სათრომყოფელი მოწაფისათვის. ამ დროს იოსები უკვე გარდაცვლილი იყო, როგორც სიცოცხლეში აქვს ასეთ ბერს კადნიერება ილოცოს თავისი სათრომყოფელი, ანუ მისი ნების აღმასრულებელი მორჩილისათვის, ასე როცა წარდგება სულიერი მამა ღვთის წინაშე ინარჩუნებს კადნიერებას, ილოცოს მისი ლოცვებით ვარო. წმინდა იოსებ ბისიხას ასევე ჰქონდა თეოფანია გამოცხადებები და შეგრძნება უფლის სიახლოვისა. მას ასევე ქონია ხილვა ეშმაკიცაც, აი მაგალითად სიწვის ეშმაკზე ამბობს, ყველაზე საძაგელი იერი და სიმყრალეს დის სიწვის ეშმაკს. არსებობს კაცის ხლის განკითხვის, ვერცხლის მოყვარული დასმა, ყველაზე უფრო საძაგელი იერი და სუნის სიმყრალისა აქვს სიწვის ეშმაკს. და მათ შორის ებრძოდა იოსებსაც. ღვთის მადლით იოსებმა გაიმარჯვა მასზე. აი ამ წინააღმდეგობებს რომ ნახავს ადამიანი და ამ განსაცდელებს გადის ადამიანი, არადრთვინვით არამედ მადლობით ღვთისადმი, მერე ეძლევა მას განსაკუთრებული ნიჭები, წინასწარმცნობელობის, წინასწარმეტყველების, კურნების, ენების, ღვთის სიტყვის ქადაგების და ასე შემდეგ. გონებიდან ლაპარაკის კი არა, თუნდაც ციტატებით იყოს დახუნძლური და მაღალი ინტელექტუალური იყოს, არამედ გოლიდან. გოლიდან დავით მეფე შემაგებებს სიტყვას წინასწარმეტყველა მეტყვის. თირკმელიც კი უნდა გაიაროს, მამაო შენ, არათუ გული და გონება, რომ მეაღწიოს სვენელის ყურთასმენამდე. ყურამდის კი არა, სასმენელამდე, ყურთასმენამდე, გოლის ყურამდე. როდესაც სულიერი გრძნობები სრულ იქმნება, ან სრულყოფილი ხდება, მაშინ სული ღვთის შეგრძნებასა და ჭვრეტას იწყებს. აი როდის იწყებს. მე არ ვიცი როგორ მოხდა ეს შემთან, მაგრამ ჩემი სულის თვალებით ვხედავდი თავად ღმერთის სიყვარულს. გრძნობდი მის მამობრივ მზრუნველობასა და მისდით ყოვლად მიმტევებლობას. ეკლესიის ზარების რეკვა ჩემთვის როგორც გულში დანა იყო, დარეკეს. ზარებმა, სისხლის ზარებმა და ჩემთვის დანა იყო. რატო? იმიტომ რომ ღმერთის დიდებას უნდა განშორებოდა და ადამიანებთან მოსულიყო, მათ შორის იმათთან, ვინც შეაწუხეს ეს ღირსი მამა თავისი შეურაცხყოფებით, დამცირებითა და განკითხვით. მაგრამ მორჩილება წერანას თქვა, უპირველეს ყოვლისა, მორჩილებისათვის ტოვებდა ამ ნეტარ მდგომარეობას, იაწეულ მდგომარეობას და მიდიოდა ლოცვა და მიდიოდა როგორც იღუმენი და წინამძღვარი. მას ეს მდგომარეობა უნდა დამეტყუებინა და კვლავ მიწიერზე მეზურნა.
მაგრამ ღმერთი ამგვარ მდგომარეობას იძლევა მაშინ, როცა მას საწმო ეყოფა. როგორც ღმერთს უნდა, როცა მისთვის არის მოსაწონი, მაშინ აძლევს ასეთ მდგომარეობასთან ნიშს ადამიანს. ხდება ლოცვაში საათები უნაყოფოდ გადის, მაგრამ ხდება სულ ცოტას ილოცებთ და უხვად მოინახულეს ასეც მადლი. მაშინ ადამიანი ზენათლიერ წყდიაჩია. უჩვეულო გამოთქმა. როცა მოინახულებს უფალი ადამიანი შედის ზენათლიერ ნათელზე მაღლა მყოფ წყდიაჩი. ზენათლიერს უნათლეს კი არ უწოდებს, არამედ წყდიაც. მხედველობაში აქვს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც უფალზე ამბობს. შეიმოსა ნათელი ღმერთმა ვითარცა, 60 სხვაგან ამბობს, წყდიადი გარემოდებულარს მასორეოდე კვირის ამასი გავამახვილებ ყურადღება, ბევრს არაც გეტყვით, ანუ ადამიანის მწირი და შეზღუდული გონება სისავსით ვერ აღიქავს იმ ნათელს. მისთვის ღმერთი თითქოს წყდიაჩია გაყვებული მისი უმეცრებისა და უნარობის გამო და არას თავისთავად უფალმა შეიმოსა ნათელი ისაა წყარო ამ ნათლისა, ამ ზენათლისა. ოხი ადამიანს როგორ დიდებული დანიშნულება აქვს საუკუნოდ იყოს ღმერთ მამასთან სამოთხეში, მაგრამ ღმერთი სამოთხეზე 1000-ჯერ მაღლაა. თავდაპირველად იგი ერთ წვეთ თაფლს გაძლევს ღმერთი ადამიანს მოწაფეს, ხოლო როდესაც თაფლის მთელ ზღვას ხედავ, მაშინ გესმის, რომ ანგელოზური დასების კი არაფერი, არათუ წმინდანები, წმინდა ადამიანები, არამედ ანგელოზური დასების კი არაფერია ღმერთთან შედარებით, მის სიტყვებასა და მშვენიერებასთან. ადამიანი აი ამის შემდეგ ამ მდგომარეობის განხილვით და მიხედვით ღმერთთან თანაყოფისა, ამის შემდეგ ეს ღირსი მამა ამბობს, ადამიანი ეს ნულია. ანგელოზებიც ეს ნული არიან ღმერთთან შედარებით. ადამიანი ეს საერთოდ არაფერია, 1000-ჯერ უფრო ნაკლებისაა ნულზე, როდესაც იგი ღვთის გარეშეა. ღმერთი იგია, რომელიც მას ყოველივეს ანიჭებს. ანუ ღმერთის გარეშე რანი ვარ, ცოდვის დაცემის შემდგომ. ხატა შექმნა რა სამოთხეში დაგვადგინა. ცოდვის დაცემის შემდგომ ყოველი კაცი ცუდა ამაოა. არარავობანი ვარ, სრული არარავობანი. ეხლა ნახეთ საგვარელო, ხშირად გამიმართლებია ყურადღება დავითის ფსალმოში როგორი უჩვეულო სიტყვებია. დავით წინასწარმეტყველი ხაღადებს ღვთის მიმართ და მოულოდნელად ამბობს, მატლვარ და არა კაცი. მე როგორც ქრისტიანს და მღვდელს ყოველთვის მეგონა რომ დავით წინასწარმეტყველი ამბობს თავის თავზე, ღმერთთან შედარებით ის არის მატლი და ჩირკი. მაგრამ როდესაც რამდენიმე 4-5 წლის წინ თარგმნე ათანასე დიდის ამ წმინდა მამის ფსალმუნთა განმარტება 150-ვე ფსალმუნისა, ხო ის საკვირველება. ეს ღირსი მამა ამბობს, რომ იესო ქრისტე არა დავით მეფე, ადამიანი, თუნდაც წმინდა, მესით მამაწოდებული, არამედ თავად ღმერთი, ღმერთკაცი, ზეღთისა ამბობს საკუთარ თავზე, რომ ის არის მატლი და არა ადამიანი. ამაზე მეტი თანმდაბლობის წარმოდგენა ძნელად შეიძლება. და განაც უკიდურესი თანმდაბლობის გამოხატულება არ იყო, რომ ღმერთმა ხორცნი შეეცნა. ადამიანური ბუნება მიიღო ყოველივე მისგან, მათ შორის სისუსტეები, გარდაცოდვისა. აი ამიტომ ამბობს, რომ ის არის მატლი და არა. ხოლო თუ ღმერთი და კაცი ამას ვინა ვარ, საგვარეულო მე დათქვი. მე მატლის კი არა ვარ და ჩირკი ღვთიური დიდების წინაშე. ბრალეულია ყოველი ადამიანი ღმერთის წინაშე. ამიტომ ყველა საჭიროებს გამოსყიდვას ბრალეულობისაგან, ანუ ცოდვისაგან. ის ყველასთვის მოვიდა და აი გაშდა დედამიწაზე. 1000-ნაირად არ ეპყუებიან რა ღმერთს და ებრძვიან 1000-ნაირი სექტები. კათოლიკური, პროტესტანტული ასწავლიან არა ისე როგორც ღმერთი და ამბობენ რომ ეს ჩვენი ცრუმოწმვრება და ეგრეთ წოდებული ეკლესია გაცხონეთ თქვენ და 1000-ზე მეტი სექტა არის პროტესტანტიზმში. მერე კიდე მანამდის და მერე ესე იგი კრიშნაიზმი, ბრაჰმანიზმი, წარმართობა ელინური, მაჰმადიანობა, ყველა ესენი არიან სატანის მიერ დათესილი ცრუმოწმვრებანი ორიენტირები ჭეშმარიტი რომ დაუკარგოს ადამიანს და წარწმიდოს საბოლოოდ. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ამბობს უფალი, სხვა ღმერთები არ არსებობს, სხვა რელიგია არ არსებობს. არსებობს ერთ-ერთი ჭეშმარიტი ღვთისმეცნიერება. ეს არის წმინდა მართლმადიდებლური სწავლება. ერთ-ერთი ჭეშმარიტი ეკლესია წმინდა საყოველთაო სამოციქულო ეკლესია, რომელსაც სიცრუისგან განსაცვლელად პირველსავე საუკუნეებში წმინდა მამებმა მართლმადიდებელი უწოდეს, ანუ სიმართლის მადიდებელი. ბუზი ყველა ბზუის, მაგრამ ფუტკართან ყველა ტყუის. ფუტკარი
არის ქრისტეს წმინდა ეკლესია და თავად უფალი. დანარჩენი მაპატე ყველანი ნეხვის ხოჭოები და ბუზები არიან, ყველა ეს რელიგიები. დრო მოვა ისეთი უკვე დგება ასეთ კანონებს ევროპაში და უკვე იღებენ რომ რაიმე რო თქვა, თუნდაც აი ეს სიტყვა მე რა თქვი შეიძლება მიჩილონ ციხეში ჩავსვა და ანუ დაახშობენ უფრო მკაცრად პარლამენტის დონეზე და ფიზიკური შეხებისა და დევნისა ჭეშმარიტებას. ერთ რომ მოდის უკვე ევროპაში უკვე შემოდგმული აქვს ფეხი და იმას ლამობენ ჩვენში ჩემოტანას და არა მარტო აქვს სრულიად დედამიწაზე რომ ურეელმა ბოლოს და ბოლოს ნანატრი ანტიქრისტე რამენაირად მოიღონ და რამენაირად ამ ქონება გამოცდილ ადამიანებს და ვურწმუნ ადამიანებს გაანეფონ. მაგრამ შენახეთ ჩემი სამშობლო, შევძახებ გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად. ჩემი უფალი არის ჩემი ჭეშმარიტება, ჩემი სამშობლო, ჩემი ეკლესია, ჩემი სასუფეველი და ვერავინ ვერ შემიცვლის ყალბი ღირებულებებით. არც ახალი მსოფლიო სახლით, არც ეგრეთ წოდებული ზე დემოკრატიით, არც ამ კონგლომერატით სხვადასხვა რელიგიებისა ეკუმენისტურ მოძრაობაში და არც თუნდაც ფიზიკური შემოსვლით და ომებით საქართველოში. როგორც ჩვენი დიდი წინაპარი ამბობდა, მათ შორის ამბროსი ხელაია. თქვენი იყოს ეს გვამი, უყავით რაც გსურთ. გული საქართველოსია, თვიშობლის წილხვედრი რომ მიაციეთ ყურადღება. სული ღმერთისა და გვამი არის ამ სოფლის თავადის. მიწისაგან მოღებული ადრე თუ ქვია კვლავ მიწაში დაბრუნდება. გული ნუ დასწდება. აი ახლა მე დღევარ ამ ჭეშმარიტად ჩემ და თავი საკუთარი განცდები და გამოცდები უფრო ახლოა რა თქმა უნდა შენთან ვიდრე სხვადასხვისი სიბერე გარდაუვალი სიკვდილი. აი გოშინას ფიქრობდი შენ კი არა საცოდაო დიდი და ღმერთშემოცლილი მამები მიიცვალენ უფლის ამემარ. ეს არის ღმერთის ლოცვა კურთხევის აღსრულება რომ ხდება ადამიანი სული რომ ამოდის. ღვთის კურთხევა მიწახარ და მიწაქვე მიიგზა ცოდვით დაცემის შემდეგ. ამიტომ საშინელი ის კი არ არის რაც უეჭველად ყველაზე მოხდება მათ შორის ენოქსა და ელიასე ბოლო ჟამამდე რომ დაიმარხა ცოცხლები და მე ამ საფრალის ხელით მოიგვლიან. არამედ საზარელია მეორე სიკვდილი. საშინელ სამჟავროზე როცა ვერ მოიპოვებ გამართლებას და მოგესმის საზარელი სიტყვები ქრისტე მაცხოვრის რომელსაც ზეციურ მამამ ყოველივე ხელმწიფება მიანიჭა და პირობოლისა განშა ცხოველთა და მკვდართა წარვენ შენგან მართლუკინ ამართლუკუნ არაგიცი შენ. აერისი უნდა გვეშინოდეს. ღმერთისაგან განკვეთა, განვარდნა. აი ეს არის სინამდვილეში სიკვდილი. და არა ის რომ ადამიანის უკვდავი სული ამოდის მოკვდავი სხეულიდან. ეს არის ბუნებრივი პროცესი. ეს არის წყევის შედეგი, ეს არის ცოდვის შედეგი პირველ მშობელთა. ამიტომ გვეშინოდეს არა პირველი არამედ მეორე სიკვდილისა. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მეორე სიკვდილით არ მოკვდეთ. ყველაფერი გადაივლის და დავიწყებას მიეცემა. მას მოვედით, ვიღვაწოთ, რათა წყდიაც, ცოდვასა და ეშმას გავეცეთ. მოდით უსასრულო სამყაროსა და ნეტარებაში შევიდეთ, გამოუთხელ კეთილ სურნელებაში, ზენათლიერ ნათელში ღვთისაკენ. ღმერთში კი არ ამბობს, ღვთისაკენ. იმიტომ რომ ადამიანი ვერასდროს ვერ მისწდება ღმერთს როგორც ზენათლიერის მეუფეს. ის ისრაფის და ესრაფვა მას მადლზე სინათლეზე სიხარულზე ნეტარებას უმრავლებს. მაგრამ ღმერთს საბოლოოდ არათუ ადამიანი წმინდა, არამედ თვით ანგელოზი მეორე ნათლად წოდებული პირველ ნათელს ვერ მისწდება. მაგრამ პროცესი ტოლვისა როგორც ანგელოსთან ისე ადამიანთან ეს არის ადამიანის კიდევ უფრო მეტი ნეტარება და სიხარული. ეს გრძელდება საუკუნოდ უკუნისა და ჩვენ შეზღუდულ გონებას ამის წარმოდგენაც არ დაუძლს როგორ შეიძლება დაუსრულებლად ნეტარებაზე სიხარულზე იწევდე. რომელსა მხოლოსა სინათლის ნეტარებისა და უკვდავების წყაროს ყოვლადწმიდასა სამებასა ჩვენის დიდება პატივი და თაგვანისცემა მამასა და ძესა და სულ საწმიდასა აზდა უკუნისამდე ამენ.